დაძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. უფალმა დაგმოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და სულიერო შვილებო. ბევრის ალბათ ხმა შეიძლება ზოგადად, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადოთ, რომ ყოველთვის როგორც ვაკეთებთ, შემოვიფარგლოთ ისევ სახარებისეული თხრობით და მისი განმარტებით, რათა თვითონ ჩვენთაგანს რაღაცა სიძლიერე გქონდეს სულიერი ჭრილით, იმიტომ რომ მე ხშირად მithავს, რომ რატომღაც თითქოს ყველა დღეს პოლიტიკოსია, ყველა პოლიტიკაშია ჩაბმული და აბსოლუტურად არავის აღარ ახსოვს ერთი ყველაზე მთავარი რამ, უფალთან ურთიერთობა. რაც დღევანდელი ფაქტიურად სახარება იმის გამოძახილია, თუ როგორ მიმართოთ ადამიანები ხშირად თავს ამა თუ იმ ესე ვთქვათ მიზეზების და გამო. სახარება ლუკა მახარებლისა, რომელიც არის 16 მუხლები 24. შინაარსი ესეთია სახარების, რომ ადამიანმა, ამ შემთხვევაში უფალზეა ლაპარაკი, ანუ ალეგორიულად, რა თქმა უნდა, და ჩვენ ამას მე შემდგომად მივხვდებით, ესე ვთქვათ, გამართა ნადიმი და დაპატიჟა ჩინებულნი. და უთხრა თავის მონებს, რომ წადით და მოიპატიჟეთ, აქამდე მოაცილეთ ეს თქვენი ეს ჩინებულნი, თუმცა სულ სხვა რამ საპირისპირო რამ მიიღო, მოვიდა ეს მონათა სიმრავლე და ეუბნებიან, რომ ვერ მოდიან, ანუ შეუთვალეს, ანუ ესე ვთქვათ შენდობა და ამ ფორმით ეუბნებიან. პირველმა თქვა, რომ ვერ მოვდივარ, მაპატიე რამე თუ 5 ხარი ვიყიდე და უნდა წავიდე და უნდა ვნახო როგორი ხარებია. მეორემ იგივე შენდობა ითხოვა, პატიება ითხოვა, რამე თუ აგარაკი იყიდა და იმისი ნახვა უნდა. მესამემაც ითხოვა იგივენაირად შენდობა, იმ მიზეზით რომ ცოლი მოიყვანა და ხა არ ეკორწინებოდა, ანუ არ ეკეიფებოდა ამ შემთხვევაში. და გაბრაზდება ეს ბატონი, რომელმაც ეს სერი გამართა და ეუბნება თავის მონას, რომ გადიო, ვისაც კი ნახავო გზაზე, ქუჩებში, ეს იქნებიან კოჭლები, ბრმები, ნებისმიერი ადამიანი, ვინც უნდა შეხვდეს, ყველა აბსოლუტურად შემოიყვანე და ავსე ეს სუფრაო. და ეუბნება მონა, რომ ჩვენ ეს გაგვასრულეთ, გავაკეთეთ, მაგრამ კიდე არის ადგილიო. და მაშინ ეუბნება ბატონი, რომ წადი და აბსოლუტურად ყველა, ვინც კი შეხვდება, აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ, მოიყვანე, შეავსე, რამე თუ მე ეუბნება მიყოფი, ანუ გამიმზადები ეს ყოველივე და ბრძანებს ეს ბატონი ასეთ სიტყვებს, რომ ის ადამიანები, ვინც ჩინებულნი, დაპატიჟებულნი იყვნენ, ვერასოდეს ვერ იხილავენ აი ამ ნადიმის გემოსო. და ბოლოს მთავრდება ამ სიტყვებით, რომ მცირედნი არიან ეს ჩინებულნი და ასე შემდეგ, როგორც არის რა. ბევრნი არიან ის წოდებულნი. ჩინებულსა და წოდებულს შორის ძალიან ესე ვთქვათ, მინდა მე ბოლოს უკვე გავაკეთო განმარტება, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ მე ვახსენე ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობ ბატონზე, რომელიც განასახიერებს ანუ ღმერთს და ეს ტაბლაც, რომელიც გამზადებული არის სასუფეველის წვდომა და შესაბამისად ანუ იქნენ დაპატიჟებული ჩინებულნი. ავიღო ჩინებულნი, შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ჩინებული არის რაღაცა დიდ გვაროვანი, არა რა თქმა უნდა, ძველი ქართულით ეს არის წვეული ადამიანები, ვინც მოიწვიეს და ამათმა ფაქტიურად უარი განაცხადეს და აი მიზეზების გამო არ მოვიდნენ. მინდა ორი სიტყვით გითხრათ ამ მიზეზებზე, შეიძლება დღევანდელ წრეში გადმოვიტანო, თქვა ჩვენ ადამიანებმა, რომ აი მიზეზები ბევრი გქონდა, თუმცა თუ ცოტა სიღრმისეულად ჩაურმავდებით, მაშინ აღმოაჩენთ, რომ მიზეზი, რომელიც დასახელებული იქნა იმ მოწვეული ადამიანების მიერ, სულაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი მუშაობს, დაკავებულია და ბუნებრივია, ხო, ვიტყვით ჩვენ, რომ როგორ შეიძლება ხა სამსახურს ვერ გააცნო და ასე შემდეგ. მე შემიძლია დავეთანხმო, მაგრამ არის მეორე პრიორიტეტები, რომელიც თვითონ ჩვენთანაც უნდა გქონდეს. რა არის პრიორიტეტი ჩვენთვის?
ზოგადად ხო უნდა ნებისმიერ შემთხვევაში გამიჯნოთ, აუცილებელია ამის გამიჯნა. ის რომ უფალმა რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის, რომ თითოეული ჩვენთაგანი დაუშვათ დასაქმებულია, მუშაობს, ოჯახის რჩენა უნდა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ შენთვის პრიორიტეტია მაგალითად რომ ხარის ყიდვა მოგინდა, ანუ ხარების ყიდვა და უნდა წახვიდე გამოსაცემ, როცა მეფეს ამ დროს ნადიმი აქვს და შენ ხარ დაპატიჟებული, შესაბამისად აქ უკვე არის ლაპარაკი რომ მაცხოვარი ანუ უფალი გეძახის ანუ ცათა სასუფეველის წდომას გთავაზობს და ერთობას და გამხდებას გთავაზობს და თუ პრიორიტეტი შენთვის არის ხუთი ხარი, რა თქმა უნდა ცდომილებაში ხარ. ან დაუშვათ მაშინ ხა ცოლის მოხდას არავის არ უშლიან, მაგრამ ხო აქ დროს და ჟამს და ასე შემდეგ, ხო? იგივე დაუშვათ თქვა შეიძლება ვიღაცა მაგარაკი იყიდა და ასე შემდეგ. ამიტომ ნახეთ ჩვენ რომ ესე ვთქვათ ჯელობით მივყვეთ, თითქოს და უფალი რას გთხოვს ჩვენ, რომ ცოლი არ მოიყვანო, ან ხარი არ იყიდო, ან მაგარაკი არ წახვიდე, არ დაამუშავო, დღეს არავის დამუშავება, მაგრამ მაინც და ასე არა რა თქმა უნდა. ეს ყოველივე უფალმა იცის, უფალმა უწყის და თუ გაკეთა პრიორიტეტად და შენ არჩია ეს ყოველივე რაც ზემოთ ჩამოთვლილია, რა თქმა უნდა უკვე ეს უკვე მარტო ცოდვა არ არის, ამეთ დანაშაულიც არის. რამე თუ უფალი არ პატიობს ამას, რატომ არ პატიობს, თვითონ სახარება გვეუბნება, გაბრაზდა და ეუბნება, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ იხილავს გემოს აი ამ ტაბლისას და მოგახსენეთ ეს ტაბლა არ არის გაშლილი სუფრა, ან საჭმან სასმელი, ეს სულიერ ჭრილში გადატანილი მნიშვნელობით არის ის სასუფეველის წდომა, აი ეს ტრაპეზი, ეს წმინდა ბარძი მიდით ვეზიარებით ჩვენ და ჩვენში შემოდის ანუ მაცხოვარი რომ თითოეული ჩვენთაგანი განახლოს. და ზოგადად ეხლა იმ მდგომარეობით რომ მივუდგეთ ჩვენ ადამიანები მაგალითად აი ჩვენ ახლა ვთქვით ხო მე მაგალითად ვახსენე რომ უნდა იმუშაოს ადამიანებმა, მაგრამ შეხედეთ რა მდგომარეობაა დღეს. ადამიანები ღვთის დაძახილზე არ მოდიან. ადამიანები უფრო სხვა რამეებზე აკეთებენ აქცენტს, ანუ პრიორიტეტი სხვა არის, ვიდრე ღმერთის დაძახილი. ეხლა მაინდა-მაინც რა უნდათ აბრაამივით გაიგონ ღმერთის ხმა? ეს უნდათ რომ ტაძარში მოვიდნენ? ამიტომ არის რომ თითოეული ძახილი დედა ეკლესიისა, ანუ ღვთისა ეს არის ის წმინდა ზარები, რომლებიც ირეკება და ამცნობს ადამიანის მორწმუნე საზოგადოებას, რომ დაიწყო საფრთხო ლიტურგია. და იმისი გააზრება თავში, რომ ნახეთ, ვიღაცა მაშინ დგება საწოლიდან გამორბის, რომ ეზიაროს. ვიღაცა მაშინ აყენებს შვილებს ფეხზე, რომ აზიაროს. თუ დავფიქრდებით და ცოტა სხვა კუთხით მიუდგებით, დავინახავთ, რომ ვერ შეისწავლი ამ ფორმატით ქრისტიანობას და ვერ შეიშვილი ვერ ისწავლის ამ ფორმატით ქრისტიანობას. იმიტომ რომ მე მესმის ძალიან კარგად, რომ ყველაფერს დრო ჭირდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს მით უმეტეს და მაგრამ ესე არ შეიძლება ადამიანმა რაღაცა ფასი არ დაადო ამ ყველაფერს. მე ამის საუბარი დავიწყე, იმიტომ რომ არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება ეწყინოს, მაგრამ ფაქტია და ამას ვერსად ვერ გავექცევით, რომ ადამიანებმა შეწყვიტეს ღმერთთან ურთიერთობა. ადამიანებმა შეწყვიტეს ადამიანებთან ურთიერთობა და თითქოს თუ დაუკვირდებით ისია ჩვენი ცხოვრება მოწყობილი, ადამიანები დაუმეგობრდნენ დემონებს. ისეთ რამეებს აკეთებენ, კადრულობენ და ისეთ რაღაცებს, არ ვიცი, ენათრობენ გაიმეორებს და გონებაში სულ რო გინდოდეს, შეიძლება არც კი მოგივიდეს აზრად. და მე იმის თქმა მინდა ამ ქადაგებიდან და ამ სახარების გარჩევიდან, რომ ნახეთ, როცა დადგება ადამიანის აღსასრულის ჟამი, როცა ჩვენი სხეულს დატოვებს სული და ეს სხეული სხვა არაფერია გარდა ის სიმძიმე, რომელსაც დავათრებ ჩვენ და სხეული მოეკვეცება თუ მოეკეცება და დაეცემა და ის არაფერია მხოლოდ მას დასტირიან, იმიტომ რომ რაღა დარჩა ცოცხალი ადამიანთან სხეული, რომელიც უნდა დაიგზავნოს, ხო? და სული, რომელიც ანუ ისევ პირველ პოზიციას უნდა დაუბრუნდეს, ანუ უნდა აუცილებლად მივიდეს ღმერთთან. და მისული სული, აი როგორ ფიქრობ თქვენ, როცა ღმერთთან მივა და როცა ღმერთი ეტყვის და ნახეთ ახლა ჩამოთავ მე ხო ვერ ჩამოთვლი ბოლომდე, ჩამონათვალი რამხელაა.
სად იყავი როცა ჩემი მღვდელი მოგიწოდებდა სად იყავი როცა აღსარებაზე მოხვედი დაგარიგა გახვედი იგივე გააკეთე სად იყავი გახვართ ამისთვის ჩემ მზად ამდენ კითხვა სად იყავი რას აკეთებდი და ამას როგორ აკეთებდი ვერ გაუძლებთ ფიზიკურად იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რას ვაკეთებთ როგორც აღვნიშნეთ დასაწყისში მოვდივართ და რა გვინდა მარტო ზიარება ესია უმეტესი ეს არც გული უნდა დაწდეს ვინმეს იმიტომ რომ დღევანდელი ქრისტიანი დღევანდელი მორწმუნე აბსოლუტურად სხვანაირად არის მოწყობილი არანაირი ღვთის დაძახილზე ჩვენ ავრეაგირებთ და რა თქმა უნდა როცა დაგვპატიჟა უფალმა ჩვენ აი წმინდა ტრაპეზზე როცა უნდა ვეზიაროთ როცა უნდა მივიღოთ ის მადლი ამ დროს სწორად გამიგეთ ხალხო მე ვიღაცას არ იგონოს რომ მე ვლაპარაკობ რაღაცა საჩემო და მე უბრალოდ მინდა რა ვთქვა რაზეც გული მწყდება ხო ერთს ვეკითხები რომელიც ხდება გზაში რატო არ დადიხარ ტაძარში აი მამაო ახალი წელი მოდის და სადამ აქ მაგის დრო და მე ესე ვიტყოდი უგუნურო აი სახარებიდან არ იყოს რო არ მოვიდეს შენთვის სახალი წელი რა შვები მე დაგვისვავს ეს კითხვა თვითონ ჩვენთაგან ჩვენთვის რომ დილას რო ავდექი მადლობა უფალო დღევანდელი დილისთვის და გავლილი ღამისთვის გათენებული დილისთვის და ადამიანმა რამდენი რამ უნდა მოდი ესე ვთქვათ უნდა მოასრო ამ ერთ დღეში განა რამდენი საათია იმიტომ რომ ხვალინდელი დილა გამითენდება თუ არ გამითენდება მე არ ვიცი ამიტომ ნახეთ მე რომ ფუსფუსე ბუნებრივიც არის წეგან რითიც დავიწყე სახარების თხრობა უბრალოდ განმარტება რომ უფალმა ეს იცის რომ გჭირდება მაგრამ მოდი ესე ვიტყვი ღმერთს მიეცით ღვთისა ჯერ და კეისარს კეისრისა ოჯახს ოჯახისა შვილს შვილისა და ასე შემდეგ როგორ შეიძლება ესეთი არეულ მდგომარეობაში იცხოვრო ადამიანმა და საკუთარ თავს მე ეძახდე რომ შენ ხარ ჭკვიანი შენ ხარ მობილიზებული არა ხარ მობილიზებული როგორ შეიძლება ეს დოგმატა თქონდა ჩვენ წინაპრებს არ არსებობდა მე და აი როგორ ვიცი იცი ამას ტყუილად ამის არ ვიტყვი არ არსებობდა დამდგარი კვირა დილა და ხალხი იწყებდნენ სიარულს უკვე დილის გარიჟრაზე და ზამთარი იყო თუ ზაფხული იყო მნიშვნელობა არ ქონდა მიდიოდნენ როგორ გეკადრებათ ესე კი არ იყო მაშინ ტაძრები ცხვირწი რომ არის აშენებული და რომ იქაც რო აგვიანებენ არა ზოგი მიდიოდა რამოდენიმე სოფელი უნდა გაევლო დაუშვათ ზოგი მიდიოდა აღმარზე იყო გორაგზე იყო მაგრამ მიდიოდნენ იმიტომ რომ მათ ის ხმა ესმოდათ რომ უფალი ეძახდა აი წმინდა ტრაპეზზე ესე ვთქვათ ზიარებისთვის ეძახდა რომ მოდით მაგრამ ჩვენ არ მოვდივართ ჩვენ არ გვინდა ეს ერთეულები რატომღაც და იქაც როგორი რაღაცა იცი რომ აი რაღაცა სიზარმაცის რაღაცა ისეთი მე ისიც კი გავიგე რომ აი დავუშვათ შაბათი წირვა კვირა წირვა და შაბათს მოვიდა კვირას არ მოვიდა რატო არ მოვიდა შაბათს ხო ვეზიარე აბსოლუტური სიგიჟია სიცოფია რაც ქვია შაბათს ეზიარე და რა უნდა გააკეთო კვირას კითხვა მაქვს ესეთი შაბათს რომ მოხვედი ტაძარში და ეზიარე ნებისმიერი ვინც არის გამშრობა რო ეზიარე კვირა დილა დადგა და ორ შაბათს მოდი ესე ვთქვათ გარდავიცვალე მე და წავდი ღვთის წინაშე და მეკითხება კარგია შაბათს რო ეზიარე ჩემს ის და ხორცს კვირა სად იყავი რა უთხრა საბანი მეფარა თბილად მეძინა საყიდლებზე გავიქეცი ახალი წელი მოდის და აი რა უთხრა ან რამდენჯერმე ქადაგებაში მithქვამს რომ თუნდაც ის ქალი 12 წელი მოკრუნჩხული რო იყო რო ვერ სწორდებოდა შაბათ დღეს მაცხოვარმა რო განკურნა მე ბევრჯერ ავხსენი ეს და ვთქვი რომ მიუხედავად დიდი ტყივილები ქონდა იმ ქალს მაგრამ წმინდა მამები ასე აღწერენ მაგრამ ის მაინც დადიოდა და არ აკლდებოდა იმ სინაგოგის შეხვედრებს და აი ერთ დღესაც ამ ადამიანმა მიიღო კურნება არა მარტო სხეულის და ფიზიკური არამედ სულიერი კურნებაც მიიღო მე ხშირად დამისვავს ეს კითხვა რომ ჩვენ არ ვიცით როდის მოხდება ჩვენი კურნება ან ხორციელი ან სულიერი მოდივართ ადამიანები და მუდმივად ცუდხოვნის რეჟიმში ვართ რომ გვინდა დღეს ჯანმრთელი არავინ არ არის მართლა ყველას ძალიან უჭირს ჯანმრთელობის ხრივ ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს მაგრამ ნახეთ მე ბევრი მინახავს მოსული მუხტზე დაცემული მე ბევრი მინახავს ესეთი ადამიანი რომელიც მუდმივად ევედრება უფალს და ჩვენს პარაკლისებს თუ უფალმა მოხედოს წყალობით ბარძიმზე მოხსენიები და მართლაც ძალიან დიდი სასწაული ეხლა
ვიღაცა შეიძლება დღეს ამას არ უყურებს, იმიტომ რომ მაინდამაინც სახარებაში ხო არის ნათქვამი და იმას უყურებს, რომ მაცხოვარმა გააცოცხლა, დარი დაუშვათ, კეთროვანი განკურნა და თუ ჩვენ აქ რაღაცა ესეთი რაღაც გავაკეთეთ და ვიღაცა განიკურნა, ჩემი დამსახურება კი არ არის, ეს უფლისაა, რომელიც ღვთის ხელით აღესრულება და ეს ადამიანი საბოლოო ჯამში მიიღო რა? კურნება, ოღონდ ფიზიკური და არა სულიერი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რასაც ვიტყვი და დავამთავრებ, ჩანს აბსოლუტურად თვალნათლობის სულიერი კურნება ვერ იქნებოდა მიღებული, წავიდა და დაიკარგა. დაიკარგა, იმიტომ რომ უკვე კარგად არის, ღმერთმა კარგად ამყოფს, მაგრამ მერე კითხვა ხო არის, კითხვა ხო ისმევა. ამიტომ არის მე ცოტა შეიძლება შორს წავედი და გამიგზავნა, მაგრამ ნახეთ, თუ ჩვენთვის პრიორიტეტი არის მხოლოდ მარტო მოსვლა და ზიარება და არა გამფრთოვება და ქრისტეში მყოფობა, ძალიან ცუდია. თუ ჩვენთვის პრიორიტეტია მაგალითად ბაზარში წასვლა, ღმერთმა ყველას მოგცეთ იმდენი, ყოველდღე დადიოდეთ. ოღონდ გემოთ მოყარებაში თუ ჩავარდებით და იმაში რა ქვია სიხარბეში. ყველას მოგცეთ ღმერთმა, მაგრამ ქვედალოცვილებო კვირა დილით რო არ მოგინდეს შენ გაქცევა მაინდამაინც ბაზარშია თუ სადაც, მოდი დაესწავლი ლიტურგიას, მოდი მიიღე ის მადლი, ეზიარე, გამფრთოვდი. აი თქვენ მეც ვერ ხედავ ამას ახლა ესე თემაა, მაგრამ მაზიარებელი ადამიანის ბაგებ წინავს საოცარი რაღაც ხდება ზოგადად და აი ამას როგორ აკლდები შენ? ამას როგორ აკლდები, როცა იცით ან ქრისტიანმა ეს ვალდებულებაც აქვს რომ და იცოდეს და აი ამ შემთხვევაში ყველა ხო და თუ შეთვის ეს წეღა ვახსენე პრიორიტეტია რომ ბაზარში წახვიდე და არ მოხვიდე, თუ პრიორიტეტია რომ შაბათსეზია და კვირას არ მოხვიდე და კვირა რა არის ზედმიწევნით ხო? ეს არის აღდგომის თვალფასია, აღდგომაა ქრისტესი. და ამაზე იზახ შენ უარს. ეს შენთვის თუ უმნიშვნელოა, მაშინ შენ რატომ გახარ ვინესთვის მნიშვნელოვანი? და ამიტომ არის რომ აუცილებელია წეღანცათვი პრიორიტეტების განსაზღვრა და ცოლი მოიყვანე ღმერთმა ბედნიერები გათხოვდი თუ ხარები იყიდე თუ აგარაკი იყიდე, მაგრამ დალოცვილო, მოდი ჯერ წეღარას თქვი, ღმერთს მიეცი ღვთისა და მე აკეთე ის კარგი, რაც შენ გაგიხარდება. და ბოლოს დავამთავრებდი ესე ვთქვათ აი ამ სიტყვებით, რომ ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ვიცნობთ, უყურებთ, შეიძლება ნათესაობთ კიდეც ერთმანეთთან, მეზობლობთ, მაგრამ დამიჯერთ ერთმანეთს ბოლომდე ვერ ვცნობთ. და ნუ დაგავიწყდებათ, რომ უფალი გულს ხედავს კაცისას, აბსოლუტურად ზედმიწევნით იცის რა და რის მაგნისები ვარ ჩვენ, რა გაქანებისანი ვარ და რა გონებრივი თუ ჩვენს გონებაში კიდე რა ღმერთმა ეწეს ცოდვები იხარშება. ასე რომ ნახეთ, მომატყუებთ მე, გაგიღიმებთ, კიდეც გადაგკოცნით, მოგეფერებით, იმიტომ რომ ჩემი მარტო ვალდებულება არ არის, ესეთი ვარ ადამიანი, ბუნებით მე ერისკაცი უკეთესი ვიყავი ერისკაცობაში დამიჯერეთ კიდე. მაგრამ დამალული არ ნათქვამი გადაკეთებული, რომ მამაომ რაღაც არ იფიქროს და არ თქვას, ისევ თქვენთვის არის ძალიან ცუდი. რამე თუ ნებისმიერი დამალული ეგრეთ წოდებული აღსარებაში ნათქვამი, აღსარება აღარ არის, ეს ჩემი სიტყვები არ არის. აღსარება თქვენ იცით რა არის, ეს არის სინანული და ტირილი შენ ცოდვებზე და თუ ეს არ გაგაჩნია ადამიანს და მით უმეტეს დამალე, რა თქმა უნდა, ვერანაირი შენდობა შეცოდებათა ვერ იქნება. რა შუაში ამ სახარებასთან? იმ შუაშია ზუსტად რომ როცა თქვენ მომბრძანდებით ამ დაძახილზე, როცა თქვენ ვინც რა თქმა უნდა მოხვედით დილიდან ემზადებით და მოხვედით, მადლობა თქვენ ამისთვის, მაგრამ მოდიხართ იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ეზიაროთ და დანარჩენი უკან მოიტოვოთ თქვენ, რომელსაც ფაქტიურად თვლით რომ აი ხვალ ვიტყვი, ზეგ ვიტყვი, ან როგორ თქვა, არა უშავ რა ის მე მეგონა ეს სხვათა შორის ერისკაცი რო ვიყავი, რომ აი რაღაცა დავუშვათ ერთი რო არ მეთქვა, არა უშავს რა მოხდა ეხლა ამდენი თქვი და ის ერთი რო არ თქვა, ამის გამო არ დავიჯები, ამ ერთის გამო უფრო მეტად დავიჯები, იმიტომ რომ ის უკვე მონანიებულია და ის უკვე ნათქვამია ღმერთთან, მაგრამ რომელიც არ თქვია, ეს არის ყველაზე ცუდი და რომელსაც დავუშვათ ადამიანი არ იტყვის. რაც შეეხება წეღან მახსენე მე, რომ ჩვენ ცოდებს უნდა ტიროდეთ მეთქი, ეხლა არ გინდა ძალიან თოდ მოსიავრე ფანტანებად ნუ გადაიქცევით, მაგრამ ტირილი ბევრს შეუძლია, ცრემლით ბევრს არ შეუძლია და გულში გლოვობს თავის ცოდვებს და ასე შემდეგ. ამიტომ ნახეთ, ყველამ ჩვენი სატარებელი ცოდა უნდა ვატაროთ იქამდე, ვიდრე აღსარებამდე, სადაც დაიწვება ეს ცოდვები
მოძღვრის ოლარის ქვეშ და სადაც თვითონ თქვენთაგანს სიტყვებით უფალო მიუტევენ მონას ან ხელას შენსას ეს წოდები მიეტევება და იმის თქმა კიდევ ერთხელ კიდე შემიძლია თქვა რომ ადამიანები რომლებიც კითხულობენ რომ ამაო ცოდვა რომ აქ მე უკვე აღსარებაში ნათქვამი და მაწუხებს თქვა თქვი ისე რომ შეწუხდები რომ სხვა შეიძლება სხვა შეჭამო მე შენი უხასიათობით თქვი მე მირჩენია მე მოგისმინო ზედმეტად ვიდრე დაუშვათ თუ გაწუხებს ესე იგი უნდა თქვა და მოახლოვდა საერო ახალი წელი